ტყეებში ხის ფესვები უკავშირდება მიცელიუმს და ქმნის რთულ და ურთიერთდაკავშირებულ მიწისქვეშა ქსელს, რომელსაც მეცნიერები ხის ფართო ქსელს უწოდებენ. ის არა მხოლოდ ანაწილებს წყალსა და საკვებ ნივთიერებებს, არამედ ეხმარება მცენარეებს ინფორმაციის გაცვლაში. მცენარეები ურთიერთობენ ორი ძირითადი გზით: ქიმიურად გარკვეული მოლეკულების გამოყოფით და ელექტრულად ცხოველებისა და ადამიანების ნერვული იმპულსების მსგავსი ელექტრული სიგნალების გაგზავნით. მაგალითად, წერების თავდასხმის დროს ხე წარმოქმნის ელექტრულ სიგნალს, რომელიც ააქტიურებს დამცავ მექანიზმებს და შეუძლია ფესვების გავლით მიცელიუმამდე მიაღწიოს, სხვა ხეებამდე. მეცნიერებმა მსგავსი ეფექტი დააფიქსირეს მზის დაბნელების დროს. ხეების ბიოელექტრული სიგნალების სინქრონიზაციას იწყებენ, ერთიან იმპულსს ქმნიან. ხანდაზმული ხეები პირველები რეაგირებენ, თითქოს მსგავს მოვლენებს იხსენებენ და ახალგაზრდებს აფრთხილებენ. ელექტრული სიგნალების წყალობით მცენარეებს შეუძლიათ ზრდის კოორდინაცია, ერთმანეთის საფრთხის შესახებ გაფრთხილება, სტრესთან ერთად ადაპტირება და კოლექტიური მეხსიერების შენახვაც კი. სწორედ ამ დახვეწილად მორგებულ სისტემაში ერევიან მიკრო და ნანოპლასტმასები. დღეს ტყეები მიკროპლასტმასის უზარმაზარ რეზერვუარებად იქცა. კვლევები აჩვენებს, რომ ტყეები ატმოსფეროდან მიკროპლასტმასს იჭერს. როდესაც ჰაერის ნაკადები ტყეებში გადის, მათ ტონობით მიკროპლასტმასი გადააქვთ. ტყეები გიგანტური ფილტრის როლს ასრულებენ, მათი ტოტების ფარდა და ფოთლები სიტყვასიტყვით ასუფთავებენ ნაწილაკებს ჰაერიდან. ეს ადრე ატმოსფეროს მტვრისა და ჭუჭკისგან გაწმენდას ეხმარებოდა. თუმცა დღეს ამ ნაწილაკებთან ერთად ისინი ასევე იჭერენ მიკრო და ნანოპლასტიკურ ნაწილაკებს. მტვრისგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება ორგანული ნივთიერების ნაწილი გახდეს, პლასტმასი არ იშლება, ის რჩება ფოთლებში, გროვდება ნიადაგში და რჩება ტყის ჰაერში. ყოველდღიურად ტოტების ფარდის კვადრატულ მეტრზე ათობით მიკროპლასტმასის ნაწილაკი ილექება. მეცნიერებმა შეაფასეს მიკროპლასტმასის წლიური დეპონირება ტყის ნიადაგებში და აჩვენეს მისი კავშირი ევროპაში პლასტმასის წარმოების მასშტაბებთან. იმის გათვალისწინებით, რომ ატმოსფერული დეპონირება პლასტმასის ნაწილაკების მთავარი წყაროა, ტყის ნიადაგებში 70 წლის განმავლობაში შეიძლება დაგროვდეს დაახლოებით 400.000 მიკროპლასტმასის ნაწილაკი კვადრატულ მეტრზე. დამუხტული ნაწილაკები ამახინჯებენ ბიოელექტრულ სიგნალებს და ართმევენ ტყეებს ადაპტაციისა და გადარჩენის უნარს. უარყოფითა დამუხტული ნანონაწილაკები უფრო ადვილად აღწევენ ფესვებში და არღვევენ საკვები ნივთიერებების შეწოვას. ეს ანელებს ზრდას და არღვევს ფესვების ფორმირებას. გარდა ამისა, პლასტმასის ელექტროსტატიკურად დამუხტული მიკრო და ნანონაწილაკები ეკვრის ფოთლებს და აღწევს მცენარეთა უჯრედებში, არღვევს ფოტოსინთეზს. ისინი აზიანებენ ქლოროპლასტებს, მცენარეული უჯრედების ენერგეტიკულ ცენტრებს, ანალოგიურია მიტოქონდრიებისა ცხოველებისა და ადამიანის უჯრედებში. მიკრო და ნანოპლასტმასების ხანგრძლივი ზემოქმედება ამცირებს მცენარეების მიერ ჟანგბადის გამომუშავებას. მსოფლიოს ზოგიერთი ტყე, მაგალითად აღმოსავლეთ ამაზონი, უკვე დღეს გამოყოფს მეტ ნახშირორ ჟანგს, ვიდრე წარმოქმნის ჟანგბადს.